მეგობრებო, მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის, ტაროს საჯარო გაშლის თემა იქნება პირადი სასიყვარულო ურთიერთობის განვითარება, თქვენი პარტნიორული პირადი ურთიერთობის განვითარება თებერვლის თვეში. ნახოთ როგორ განვითარდება თქვენი, ასე ვთქვათ, პირადი სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობა თებერვლის თვეში. ყველა თქვენგანისთვის, ვინც დაინტერესებულია ამ თემით, არ აქვს მნიშვნელობა ოფიციალურ ურთიერთობაში იმყოფებით, თავისუფალ ურთიერთობაში იმყოფებით, ახალი დაწყებულია თქვენი ურთიერთობა თუ გარკვეულ გამოცდილებას უკვე გარკვეულ თვეებს ან თუნდაც წლებს ითვლის თქვენი ურთიერთობა. აქ უბრალოდ მთავარი, რაზეც მინდა თავიდანვე ხაზი გავუსვა, არის ის, რომ თან დასტას გავააქტიურებ. აქ მთავარი არის სწორედ ის, რომ თქვენ გარკვეული კითხვის ნიშნები უნდა გქონდეთ თქვენს პარტნიორთან, ბუნებრივია. უნდა იყოს თემები, რომლებიც არ არის ბოლომდე ნათელი და ცხადი თქვენთვის და შესაბამისად თუ ყველაფერი დალაგებულია, თუ ყველაფერი ხელის გულზე გადაშლილივით იკითხება თქვენთვის და აბსოლუტურად გულწრფელი და გახსნილი არის პარტნიორი თქვენთან მიმართებაში და არც არანაირი ისეთი სერიოზული კითხვის ნიშნები, ეჭვები ან პრობლემები არ არის თქვენს ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, ლოგიკურიც არის, რომ არც უნდა დაინტერესდეთ ამ საჯარო გაშლით. ამ შემთხვევაში ჩემი ამ სეანსის ადრესატები ბრძანდებით თქვენ, ვისაც გარკვეული კითხვის ნიშნები გაქვთ, არის ბუნდოვანება ურთიერთობაში, პარტნიორი არ არის ბოლომდე გახსნილი, ბოლომდე არ ამბობს სათქმელს, გიტოვებთ კითხვის ნიშნებს, გიტოვებთ ეჭვებს და შესაბამისად ჩემი სეანსის მეშვეობით ეს არის ერთგვარი დამხმარე ძალა იმისთვის, რომ გარკვეულ შეკითხვებზე მიიღოთ პასუხები და გარკვეული, ასე ვთქვათ, მონახაზი და საერთო სურათი დაგანახოთ თუ როგორი იქნება ეს ურთიერთობა თქვენთვის თებერვლის თვეში. რისი მომცემი იქნება, რას შემოგთავაზებთ თქვენი პარტნიორი ან ზოგადად როგორ წარიმართება მთელი თვე, მთელი თებერვალი თქვენთვის. როგორც ხედავთ, სამი ვარიანტია წარმოდგენილი. თეთრი ფერის ანთელი არის პირველი ვარიანტი, შუაში მდებარე წითელი ფერის ანთელი გახლავთ მეორე ვარიანტი, ხოლო მესამე ლურჯი ფერის ანთელი არის უკვე მესამე ვარიანტი, ბუნებრივია. აირჩიეთ თქვენი ვარიანტი, ან მოისმინეთ მთლიანი საჯარო გაშლა და უკვე შეაჯამეთ პროგნოზები თქვენ თავად, თქვენს კონკრეტულ მოცემულობასთან მიმართებაში. ან თუ რამდენიმე ვარიანტი გაქვთ პირად ურთიერთობებთან მიმართებაში, შეგიძლიათ თითოეულ ვარიანტში ჩაიფიქროთ თითო ვარიანტი და მოისმინოთ, ასე ვთქვათ, სამივე ვარიანტის პროგნოზები. მე ავიღებ ახლა ამ სანთლებს და დავიწყებ ტრადიციულად პირველი ვარიანტით. თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკატორი, ურთიერთობის განვითარება დინამიკაში მთელი თვის განმავლობაში და რა თქმა უნდა საინტერესოა, უბრალოდ რას შეეჯამებთ, რა დასკვნებს გამოიტანთ თვის ბოლოს, ხო? რა სიტყვით თქვენს თავთან, რა მოგცათ ამ ერთმა თვემ და როგორ შეეჯამებთ მთელ თვეს. დავმუხდოთ ტაროს დასტა ცეცხლის სტიქით, რომ გვიპასუხოს დასმულ შეკითხვებზე. პირველი ვარიანტის სიგნიფიკატორი თქვენთვის პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით. ურთიერთობის განვითარება მოძრაობაში, დინამიკაში, თვის განმავლობაში. თქვენი დასკვნა შეჯამება. პირველ რიგში თქვენთვის, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი, ასეთი რამ შემიძლია ვთქვა. სიგნიფიკატორად ჩვენ ვხედავთ, რომ ურთიერთობა არის მოძრაობაში, ურთიერთობა არის დინამიური და განვითარებადი. შესაძლებელია რიგი ადამიანებისთვის, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი, თქვენ ან თქვენი პარტნიორი იყოთ გზაში, მოძრაობაში, გადაადგილებაში
და ეს გარკვეულ კრიზისს წარმოშობდეს თქვენს ურთიერთობაში. ადამიანი ჩანს რომ არის გზაზე დამდგარი. ან შესაძლებელია რიგი ადამიანებისთვის თქვენი ურთიერთობა მთელი, ასე ვთქვათ, ინერციით მიდიოდეს წინ და ვითარდებოდეს, მოვლენები სწრაფად ვითარდებოდეს, რაღაცა სისწრაფე, სიჩქარე და მოძრაობა შეინიშნება თქვენს ურთიერთობაში თებერვლის თვეში და ამჟამად აწმყოში, აწმყოს ინერციიდან ბუნებრივია გამოვითხოვე ინფორმაცია აწმყოზეც. შესაბამისად, ვინაიდან სიგნიფიკატორად ამოდის არკანი ეტლი გვესაუბრება იმაზე, რომ ან ფიზიკურ დონეზე არის ადამიანი გზაზე დამდგარი, ან მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება თქვენს ურთიერთობაში, ან ერთ-ერთი თქვენგანი ორიენტირებულია საკუთარ ინტერესებზე, საკუთარ მიზანზე, გეგმებზე და მთელი ძალით ცდილობდეს აი ამ მიზნის განხორციელებას, მიზნის მიღწევას და მთელი ენერგია მისდიოდეს ამაში. შესაბამისად, ცოტა ურთიერთობებისთვის ეს მოცემულობა არც მთლად სახარბიელო არ არის, იმიტომ რომ ზოგადად აღნიშნული არკანი მოითხოვს ადამიანისაგან მაქსიმალურ მობილიზებას, ძალების მოკრებას, დაგეგმვას, კონტროლს, დროის მენეჯმენტს, იმისთვის რომ მიზანი იქნეს მიღწეული. შესაბამისად, როდესაც ადამიანი ასეა ორიენტირებული საკუთარ ცხოვრებაზე და მიზნებზე, ეს ცოტა ისეთ იმაზე მიუთითებს მოცემულობაზე, აი, როდესაც ადამიანი არის ეგოცენტრული, თვითგანვითარებაზე, საკუთარი ცხოვრების მოწყობაზე ორიენტირებული. ასეთ დროს ურთიერთობას აკლდება კვება, აკლდება ყურადღება, აკლდება ენერგია და შესაბამისად ლოგიკურიც არის, რომ ამ არკანის გვერდზე ამოდის ცოტა ისეთი კრიზისული არკანი, თითქოს კრიზისს ხედა ურთიერთობაში და ეს კრიზისი გამომდინარეობს იქიდან, რომ შესაძლებელია იყოს მანძილი თქვენ შორის დაშორება, იმყოფებოდეთ სხვადასხვა ადგილზე, სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა ქვეყანაში, ან ადამიანი იყოს ძალიან ორიენტირებული საკუთარ მიზნებზე, კარიერის მოწყობაზე, სწავლაზე, მოკლედ გადართული პიროვნულ განვითარებაზე, პიროვნული ღერძის გაძლიერებაზე, საყრდენის გაძლიერებაზე და შესაბამისად ასეთ ადამიანს უკვე ნაკლები დრო რჩება განვითარებისთვის. მე ესე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, რომელი თქვენგანი შეიძლება იყოს ასეთ ენერგიებში, მაგრამ შესაძლებელია იყოს თქვენც, ვინც მისმენთ ახლა, ან თქვენი პარტნიორი იყოს ასე ვთქვათ, ორიენტირებული თავის გეგმებზე და გეგმების მიღწევაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ურთიერთობა უნდა დასრულდეს, რომ ურთიერთობა, თქვათ, არასწორ ადამიანთან გაქვთ დამყარებული, ან არ არის თქვენი შესაფერისი. უბრალოდ აქ ძალიან დიდი ენერგეტიკა მიდის პიროვნულ განვითარებაზე და პირად მიზნებზე, რაღაცის მოწყობაზე. თუნდაც იმისთვის, რომ მე რაღაცა კონკრეტული შეთავაზება გქონდეთ თქვენი პარტნიორისთვის, ან თქვენ პარტნიორს გქონდეს რაიმე სერიოზული განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა, ხო? მაგრამ ამ ეტაპზე ასეა, მეტი ყურადღება, მეტი ენერგია, მეტი რესურსი მიდის უფრო პიროვნულ განვითარებაზე და ურთიერთობაში მიდის ნაკლები დრო, ენერგია და ყურადღების ენერგია, შესაბამისად ურთიერთობა განიცდის კრიზისს, რომელიღაცა თქვენგანი თავს ძალიან ისე მარტოსულად გრძნობს. რაც შეეხება ურთიერთობის განვითარებაში ორი ძალიან ძლიერი ადამიანი ამოდის, ხომ? თქვენც ძალიან ძლიერი ხართ, საკმაოდ ისეთი არადმდგომი ადამიანი და თქვენი პარტნიორიც არანაკლებია, საკმაოდ ძლიერი ადამიანია, ორივე ეგოცენტრული ადამიანები ხართ, ესეთი ლიდერობის მოყვარულები და აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება პირველი ორი არკანისა ეს მოცემულობა თითქოს ორივე თქვენგანი ამ შემთხვევაში უკვე იკვეთება, რომ ორივე თქვენგანი საკმაოდ ძლიერი საკუთარი პრინციპების მქონე ადამიანია, საკუთარი ღერძის, საყრდენის მქონე ადამიანია და ეს არ არის ისეთი მოცემულობა, როდესაც ვთქვათ რომელიმე ადამიანი, რომელიმე პარტნიორი მეორეზე ჩამოკიდებული, დამოკიდებული და რაღაცა მიჯაჭვული ამ ურთიერთობაზე. აქ პირიქით ზედმეტად დამოუკიდებლები ხართ, თუ შეიძლება ასეც ითქვას. როგორც ტოქსიკური მიჯაჭვულობა და ზედმეტი გადართვა ურთიერთობაზე ქმნის პრობლემებს, ასევე ზედმეტი თავის თავადობა და საკუთარ ეგოზე ორიენტირებაც გარკვეულწილად კლავს ურთიერთობას, აკლდება საკვები ურთიერთობას, თითქოს ორივე საკუთარ საზღვრებს ნიშნავთ,
საკუთარი საზღვრების და ჩარჩოების ფორმატში ხართ მოქცეული და რაღაცა ორივე თამაშობთ საკუთარი წესებით, საკუთარი პრინციპებით. და თითქოს ესე ჩანს, რომ აი მე ამას გთავაზობ, ჩემი თამაშის წესები ესეთია, ჩემი სათამაშო მოედანი არის ეს და ეს, შენ თუ გაწყობს და თუ თანხმდები ამ თამაშის წესებს, მაშინ კი ბატონო, ვითამაშოთ ერთად, თუ არა და მაშინ მე ჩემთვის ვარ, ჩემი სივრცე მაქვს, ჩემი საზღვრები მაქვს, ჩემი ცხოვრება მაქვს და შესაბამისად ვერავრევ აი ამ ჩემს ცხოვრებას შენი გულისთვის და რაღაცა ვერ წამოვალ კომპრომისებზე. შესაძლებელია ეს მოდიოდეს წარსული გამოცდილებებიდან, შესაძლებელია ეს მოდიოდეს ხასიათიდან, გენეტიკიდან, ხო, ბევრი ფაქტორია ადამიანში, რომ ის იყოს ისეთი, როგორიც არის. ბევრი ფაქტორი განაპირობებს ამას, მაგრამ ფაქტია, რომ აქ თითქოს ორი ძლიერი ადამიანის რაღაცნაირად ტიპაჟს ვხედავ, რომლებიც უფრო ორიენტირებულნი არიან რაღაც საკუთარი საზღვრების დაყენებაზე, საკუთარი საზღვრების დაცვაზე, ვიდრე ურთიერთობაზე. რაც შეეხება საბოლოოდ, ასე ვთქვათ, უკვე თვის ბოლოსკენ შეჯამებას, ანუ აქ რაღაცნაირად თითქოს უფრო გაწონასწორებული ენერგიები ჩანს, თუ თებერვლის თვეში უფრო ორიენტირია მიზნებზე, საკუთარ ინტერესებზე და საკუთარი საზღვრების დაცვაზე, შესაძლებელია ეს გარკვეული გარემოებებიდანაც არის გამოწვეული და არა მაინდა-მაინც ვთქვათ, თქვენი დამოკიდებულებიდან და თქვენი შტრიხებიდან, შეიძლება ესე მოითხოვს კონკრეტულად დროისას მონაკვეთი თქვენს ცხოვრებაში ასე მოქცევას, ან გარემოებებიდან გამომდინარე უბრალოდ იძულებული ხართ ასე მოიქცეთ, ესეც შესაძლებელია რიგი ადამიანებისთვის, მაგრამ აი უფრო თებერვლის ბოლოსკენ ხედავთ, რომ ბალანსი აღდგება, ანუ ნახეთ, როგორც წეგანაც თქვი, რომ ზედმეტი მიჯაჭვულობა კლავს ურთიერთობას და ასეთი ტოქსიკური მიჯაჭვულობის დროს პარტნიორი გაურბის მეორე პარტნიორს, ანუ მას, ვინც მიჯაჭვულია, იმიტომ რომ ირღვევა ბალანსი, ასევე ზედმეტი დამოუკიდებლობაც და რაღაცა უფრო ეგოს გატარება პარტნიორების მხრიდან ასევე კლავს ურთიერთობას, იმიტომ რომ ამ დროსაც ირღვევა ბალანსი, ხო, რაღაცა დისტანცირება ჩნდება. აი თვის ბოლოსკენ უკვე შემოდის რაღაცა უფრო ბალანსის აღდგენის ენერგიები, მეტი გაერთიანება, მეტი სითბო, მეტი ემოციები, შესაძლებელია პარტნიორისგან მიიღოთ რაღაცა კონკრეტული შემოთავაზებაც, ურთიერთობის დათბობა, რაღაცნაირად უფრო კომფორტის ზონაში შედიხართ. თითქოს ის რაღაცა, რაც უნდა გადალახულიყო და რისკენაც მიისწრაფოდით, ან რისი მიღწევაც გინდოდათ არკან ეტლის ენერგიებში, ის მიზანი ხორციელდება და უკვე მეტი რესურსი რჩება თქვენს პარტნიორს და რჩებათ თქვენს, რომ უფრო იზრუნოთ ურთიერთობის განვითარებაზე, დათბობაზე და რაღაცნაირად უფრო მეტად ბალანსირებული ენერგიები შემოდის თქვენს ცხოვრებაში და შესაძლებელია სხვათა შორის რიგი ადამიანებისთვის იყოს კონკრეტული შემოთავაზება პარტნიორის მხრიდან, თუნდაც დაოჯახებასა და ერთად ცხოვრებასთან, ან თუნდაც ქორწინების ფორმატის მიცემასთან, თქვენი ურთიერთობისთვის, რაღაცა სტატუსის მიცემასთან, ესეთი შემოთავაზება შეიძლება გაჟღერდეს რიგი ადამიანებისთვის, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ არკან სამართლიანობას, სასწორის თემიდეს გამოსახულებით ეს არის, როდესაც ურთიერთობებში ამოკვდის ეს არკანი, ნიშნავს რაღაცნაირად უფრო ბალანსირებულ ურთიერთობას და კონკრეტული სტატუსის სახელის დარქმევას ურთიერთობისთვის, სტატუსის მინიჭებას, რაც ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთობას უფრო დადებითობისკენ შემოატრიალებს, სიცივე თითქოს კლებულობს, ქრება და შემოდის უფრო თბილი ენერგიები, ხომ, ზომიერი, ესეთი გაწონასწორებული ენერგიები, მზრუნველი ადამიანით, ასების მეფის სტატუსით, რომელსაც აქვს კონკრეტული რაღაცა წინადადება და შემოთავაზება თქვენთვის. აი, ესეთი გახლდათ პირველი ვარიანტი, ჩემო მეგობრებო, მშვენიერი ენერგიები დაგვანახა ტარო. და მოდით ნახოთ მეორე ვარიანტი. ძალიან საინტერესოა. დამიწერეთ თქვენი ხედვები, ინსაიტები, ვინც აერჩიეთ პირველი ვარიანტი, რა მოვიდა თქვენთან ახლოს, რა გენიშნათ, რა იყო თქვენი. მართლაც რომ საინტერესო არის ჩემთვის, ყოველთვის დიდი ინტერესით ვკითხულობ თქვენს კომენტარებს. აქვე გავაჟღერებ, სანამ დასწავლებ. პირად სეანსებთან დაკავშირებით, ბედის მატრიცის ანალიზთან დაკავშირებით,
და ასევე ენერგეტიკული რიტუალური მხარდაჭერისთვის, ენერგეტიკული დიაგნოსტირებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ Facebook-ის ან Instagram-ის მესენჯერში. ჩემთან კონსულტაციები ტარდება ონლაინ მესენჯერში აუდიო კოლით. მინიმუმ 1 საათი ვსაუბრობთ, შესაძლებელია მეტიც, გაჩნია თემის სირთულეს ან თემების სირთულეს. დროში ყოველ შემთხვევაში მე ჩემთან მოსულ ადამიანს არ ვზღუდავ, ყოველთვის ვაძლევ იმის შესაძლებლობას, რომ ამოწუროს თემა, დასვას შეკითხვები და მიიღოს კონკრეტული პასუხები აი ამ სეანსის ფორმატში. და მართლაც ვნახოთ მეორე ვარიანტი, თებერვლის თვის განვითარება. სიგნიფიკატორი მეორე ვარიანტისთვის. პირად ურთიერთობებში თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკატორი. ურთიერთობის განვითარება თებერვალში. შეჯამება, რას შეაჯამებთ თებერვლის თვეში, რას შეაჯამებთ, შეჯამება. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ სიგნიფიკატორად ამოსული არკანები საუბრობენ იმაზე, რომ თქვენ თითქოს თავის დაცვის რეჟიმში იმყოფებით. თითქოს თავს იცავთ. არ ვიცი, ვინმე წინააღმდეგია თქვენი ურთიერთობის ან არ მოსწონს თქვენი ურთიერთობა. ან შესაძლებელია, რომ აქ რიგი ადამიანებისთვის, არა ყველასთვის, რა თქმა უნდა, ეს იყოს რაღაცა ურთიერთობა, რომელმაც უკვე გარკვეული ტრანსფორმაცია გაიარა, ან ეს შესაძლებელია იყოს უფრო თქვენს განცდებთან დაკავშირებული, თითქოს გული გაქვთ ჩაკეტილი, რაღაცნაირად აი ჩაკეტილი ხართ ურთიერთობებისთვის და თავდაცვის რეჟიმში ხართ. ვიღაცისგან იცავთ თავს. თითქოს თავს გესხმიან, ცდილობენ თქვენი აი აურის გარღვევას თითქოს, აი მაგრამ თქვენი აურა არის შეკრული, თქვენ დაცული ხართ. უბრალოდ შესაძლებელია იყოს განცდა, გქონდეთ იმის განცდა, რომ რაღაცნაირად გიწევთ თქვენი საზღვრების დაცვა, თქვენი პოზიციის დაცვა, თითქოს ცდილობენ თქვენთვის აი იმ მდგომარეობის და დაგაკარგინონ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ახლა ხართ და თქვენ ამისთვის იბრძვით, მაგრამ არის გარკვეული მოვლენები, რომელსაც შესაძლებელია ბოლომდე ვერ ხედავდეთ. აი აქ ჩანს ესეთი არკანი, ეს არის თვალებახვეული ქალი, რომელსაც თითქოს ის მზერა, რა თქმა უნდა, თვალები ახვეული აქვს და ვერ ხედავს მის გარშემო არსებულ სივრცეს და ზემოთ, ასე ვთქვათ, ყვავები დასტრიალებენ, ხო? ეს შესაძლებელია იყოს ფიქრი, ნერვიულობა, განცდები, მაგრამ ეს განცდები რეალობის საქმიდან არ მოდის, ანუ რეალობა შეიძლება იყოს საერთოდ განსხვავებული და არც არაფერი არ იყოს თქვენის მხრიდან სანერვიულო, მაგრამ თქვენ შინაგანად განიცდიდეთ რაღაცას ძალიან და ეს ნეგატიური ემოციები კეტავს თქვენს ენერგეტიკულ ველს, კეტავს თქვენს გულის ჩაკრას და შესაბამისად აღარ გაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ შეხვიდეთ ჯანსაღ ურთიერთობაში ჯანსაღ ადამიანთან, ხომ? ჯანსაღი ფსიქიკის და მდგომარეობის მქონე ადამიანთან. აქ რაღაცნაირად ხედავთ ისეთ მოცემულობას, რომ ადამიანმა რაღაცა, ხა ეს თებერვლის განვითარებაზე დავდე, მაგრამ აქ რაღაცნაირად ურთიერთობა თითქოს არც ჩანს, აი რაღაცნაირად რაღაცა ან უკვე მოხდა თქვენს წარსულში ესეთი მტკივნეული გამოცდილების სახით და ეს გამოცდილება შესაძლებელია დაკავშირებული იყოს თქვენს ოჯახთან, თქვენს ფესვებთან, თქვენს გარემოცვასთან, უახლოეს გარემოცვასთან, ან თუ ყავთ პარტნიორი და წარსულიდან მოდის ეს თქვენი ურთიერთობა, მაშინ შესაძლებელია ეს მტკივნეული გამოცდილება და გარკვეული დანაკარგები, რომელიც შესაძლებელია გქონდათ წარსულში, სწორედ რომ დაკავშირებული იყოს აი ოჯახურ თემატიკასთან. იცით, როგორი განცდა მიჩნდება, რომ აი თითქოს შესაძლებელია თქვენ
გააქვთ ეს ემოციები, თქვენ იცავთ თქვენს პოზიციას, იცავთ თქვენს ურთიერთობას, იცავთ თქვენს თავს, თქვენს მდგომარეობას, მაგრამ რაღაცა ოჯახის თანადგომა არ არის თითქოს, ან ოჯახები წინააღმდეგები არიან, აი რაღაცა ესეთი ენერგიები ამოდის, უფრო რაც რა თქმა უნდა მტკივნეულია თქვენთვის, რა თქმა უნდა ემოციურ კრიზისში გაგდებთ და რაღაცნაირად მარტოსულობის განცდასაც აჩენს თქვენში. აქ ურთიერთობა როგორც ასეთი ნაკლებად არის აქტიურ ფაზაში, უფრო ან წარსულში იყო ეს ურთიერთობა და ან დასრულდა და ახლა გაინტერესებთ, ვინც აირჩიეთ მეორე ვარიანტი, როგორ განვითარდება მოვლენები, ან რაღაცა კონკრეტული სანერვიულო შეიძლება მოხდეს თქვენი ურთიერთობის კონტექსტში, თებერვლის თვეში, რაც ოჯახებთან, ფესვებთან, წინაპრებთან, უფრო აი მშობლების სახლი, მშობლების გარემოცვა, სანათესაო, რაღაც აი ახლობელი ადამიანები, რომლებიც რაღაცნაირად ვერ იღებენ ამ ურთიერთობას და არ არიან თანახმად და მოდიან წინააღმდეგობაში თქვენს ხედვებთან, თქვენს ინტერესებთან, თქვენს ურთიერთობასთან, აი რაღაცა უფრო ესეთი იგრძნობა აქვს. რაც შეეხება საბოლოოდ შეჯამებაში, ისევ თავის დაცვის ენერგიებში ხართ, ისევ თქვენი საზღვრების დაცვის ენერგიებში იმყოფებით და აქ ჩანს რაღაცნაირად აი ხანგრძლივი გაწელილი პროცესი, როდესაც ადამიანი ხანგრძლივ შრომაშია, ან ხანგრძლივ პროცესშია, ან ხანგრძლივ მოლოდინშია, როდესაც არაფერი არ იცვლება, არ იძვრის ადგილიდან, თითქოს მოცემულობა, თითქოს ერთ მდგომარეობაშია ადამიანი და ეს მდგომარეობა არის სწორედ აი ის, რასაც აქ ხედავთ, ხომ ეს არის რაღაცა საკუთარი საზღვრების, ტერიტორიის, სივრცის ქონა, აი ამ სივრცეში ტრიალი და ყოფნა და რაღაცის მოლოდინი იმისა, რომ რაღაცა შეიძლება, მაგრამ არაფერი არ იცვლება, თითქოს ყველაფერი რჩება ისე როგორც არის. მე აქ ძალიან ისე ფრთხილ მინიშნებას გავაკეთებ. საერთოდ მე არ მეყვარს ადამიანების შეშინება და პროგრამირება, მით უმეტეს საჯარო გაშლის ფორმატში, მაგრამ აქ ყველასთვის არა, რა თქმა უნდა, ვინც აირჩიეთ მეორე ვარიანტი, მაგრამ რიგი ადამიანებისთვის შესაძლებელია იყოს რაღაცა კონკრეტული მაგიური ჩარევაც, რაც დაკავშირებულია გულის ჩაკრის ჩაკეტვასთან, ხედვის ჩაკეტვასთან და ბედის ჩაკეტილობას რო ეძახიან, შესაძლებელია იყოს ესეც, იმიტომ რომ ისეთი არკანები ამოდის კომბინაციაში, რომელიც ხშირად მიუთითებს ხოლმე ოჯახის მხრიდან ძალიან ისეთ მკაცრ დამოკიდებულებას და შესაძლებელია ოჯახის წევრის მხრიდან, ვისაც არ მოსწონს, ან თვალში არ მოსდის ეს თქვენი ურთიერთობა, იმისგან იყოს რაღაცა, აი ესე უხეშად ვიტყვი, განაკეთები, როგორც იტყვიან ხოლმე, ზემოქმედება ენერგეტიკული, ნეგატიური, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ის არ შედგეს, ის მიზანი არ იქნეს მიღწეული და ეს მიზანი, რა თქმა უნდა, არის ურთიერთობის ქონა, პარტნიორულ ურთიერთობაში ყოფნა და იმ ადამიანის ყოფნა თქვენს ცხოვრებაში, რომელიც ჩაიფიქრეთ, ან როგორიც გინდათ რომ იყოს თქვენს ცხოვრებაში. ანუ თქვენი ბედნიერება, თქვენი რაღაცა ოჯახური ცხოვრება, თქვენი დაქორწინება პარტნიორულ ურთიერთობაში ყოფნა და არა ესე მარტო, ხომ? სულ მარტო ყოფი არკანები ამოდის. აი, აქ იმიტომ ვთქვი, რომ ურთიერთობას ვერ ვხედავ, თქო, რომ 1, 2, 3, აგერ მე-4, მე-5 თქვენ თვითონაც ვიზუალურად ხედავთ, ამას დიდი ფილოსოფია და ტაროლოგობა არ ჭირდება, რომ ყველგან არის კარტებში ესეთი ვიზუალური გამოსახულებები ადამიანების სახით, აბსოლუტურად ყველგან ჩანს ცალად მყოფი ადამიანი, ეს არ არის ურთიერთობის გაშლა, ეს არის უფრო რაღაცა მარტოობაში მყოფი ადამიანი, რომელსაც შესაძლებელია უნდა ურთიერთობა, მაგრამ ეს ურთიერთობა არ გამოდის, ან თუ იწყება ურთიერთობა, მთავრდება და ყველაფერი რჩება იმ მოცემულობაში, რა მოცემულობაშიც ვხედავთ აი ამ არკანს, ხომ? ზომიერება ზოგადად ძალიან დადებითი არკანია, მაგრამ ამ შემთხვევაში მიუთითებს რუტინულ ყოფაზე, როდესაც რაღაც გინდა ადამიანმა შეცვალო, მაგრამ მაინც ისევ იმ მოცემულობაში რჩები, რომლიდანაც პირიქით გინდა წასვლა და რომლის შეცვლაც გსურს. აი ასეთი პროგნოზი გვიჩვენა თებერვლის თვეზე. ჩემო მეგობრებო, მეორე ვარიანტმა დამიწერეთ, ძალიან საინტერესო და განსხვავებული ვარიანტი იყო სხვათა შორის.
რაღაცნაირი სპეციფიური ენერგიებით, არც თუ ისე დადებითი პროგნოზი, მაგრამ ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია. მთავარია ენერგეტიკული დიაგნოსტირება გაკეთდეს და მე იქ უკვე ჩანს კონკრეტულად სად არის პრობლემა და როგორ შეიძლება მისი გადაწყვეტა. როდესაც მეუბნები ხოლმე ადამიანებს, რომ ეს ენერგეტიკული დიაგნოსტირება გაქვს გასაკეთებელი, ბევრი ვერ ხვდება ეს რას ნიშნავს. ეს არის სეანსი, როდესაც ჩანს ადამიანის ენერგეტიკული ველი, ენერგეტიკული სტრუქტურა და ჩანს სად არის პრობლემა, სად არის ენერგეტიკული ბლოკი და რაზე აქვს ადამიანს სამუშაო. კონკრეტულად თუ ეს ურთიერთობებს ეხება, რა თქმა უნდა, ურთიერთობის სასიყვარულო ენერგეტიკული არხის დიაგნოსტირება ხდება და იქ უკვე ჩანს ეს კონკრეტული ადამიანის მიერ გაკეთებული ზემოქმედებით არის ეს პრობლემა წარმოშობილი, თუ დროთა განმავლობაში, ასე ვთქვათ, წარუმატებელი ურთიერთობებიდან გამომდინარე გაჩნდა ეს ენერგეტიკული ბლოკი ადამიანის ენერგოველში, თუ დაბადებიდან ეს არის კარმული, რომელსაც სჭირდება, რა თქმა უნდა, დამუშავება. ჩანს ეს ყველაფერი ძალიან კარგად, მცოდნე პროფესიონალი ადამიანი, ამას ძალიან მარტივად ხედავს, ასე რომ თუ გენიშნათ ეს რაზეც ახლა ვისაუბრა, შეგიძლიათ მომმართოთ ენერგეტიკული დიაგნოსტირებისთვის და დაჯავშნათ სეანსი ამ ფორმატში და მიიღოთ ინფორმაცია და ხედვა თუ სად არის პრობლემა, რისგან არის გამოწვეული ეს პრობლემა, რამდენი ხნის არის ეს პრობლემა, ესეც კი ჩანს, თუ ვინმეს მიერ არის განაკეთები, ვინ გააკეთა, როდის გააკეთა და რა მიზნით გააკეთა, ესეც ამაზეც მიიღებთ პასუხებს და რა თქმა უნდა გამოსავალი არსებული ზემოქმედების მოხდისა, პრობლემის მოგვარებისა, ამაზეც ვსაუბრობთ ხოლმე პირადი სეანსების დროს. კარგით, მოდით ვნახოთ ახლა მესამე ბოლო ვარიანტი. თქვენი სიგნიფიკატორი, მესამე ვარიანტი. პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით. ურთიერთობის განვითარება თებერვლის თვეში, პირადი ურთიერთობის განვითარება თებერვლის თვეში. შეჯამება, რაც შეჯამებთ თვის ბოლოს. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ თქვენს შემთხვევაში ეს ურთიერთობა არ არის ახალი ურთიერთობა, უფრო ჩანს, რომ ამ ურთიერთობას აქვს წარსულის ფესვები, უკვე არის გარკვეული რესურსი შექმნილი ამ ურთიერთობაში. საკმაოდ ამ ეტაპზე საკმაოდ ისეთი თბილი ენერგიები იგრძნობა აქ. ან მოგონებების სახით მინიმუმ შესაძლებელია იყოს თქვენს ცხოვრებაში ამ ეტაპზე ისეთი მოცემულობა, რომ იხსენებთ ამ ურთიერთობის წარსულს, იხსენებთ როგორ კარგად იყავით ერთად, ის დადებითი მომენტები გახსენდებათ თქვენი ურთიერთობისა, ძალიან ისე აქტიურად. შესაძლებელია აქ იყვნენ ბავშვებიც, თქვენის მხრიდან ან საერთო შვილი ყავდეთ, ან რომელიმე თქვენთაგანს ყავდეს შვილი, ესეც არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ ჩანს ისეთი ენერგიები, რომ იგრძნობა ბავშვის ენერგიები. თუ ასეთი არ არის, მაშინ ამ ურთიერთობას ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ ყავდეთ შვილი სამომავლოდ. ყოველ შემთხვევაში საკმაოდ პოზიტიური გაშლა. ამ ეტაპზე, როგორც აღვნიშნე, შესაძლებელია იხსენებდეთ იმ დადებით მომენტებს, რაც იყო თქვენს ცხოვრებაში. ამ ეტაპზეც საკმაოდ ბალანსირებული და ისეთი სტაბილური ენერგიები ამოდის თქვენს ამჟამინდელ ყოფიერებაში. უფრო შესაძლებელია აქ, რომ რაღაცა ფინანსური თემები თემატიკა იდგეს უფრო, რომ რაღაცნაირად
ვერ ხდება ამ ურთიერთობის გაფართოება და გაშლა ფინანსური რესურსების ნაკლებობიდან გამომდინარე, ესეც შეიძლება იყოს და ასევე რიგი ადამიანებისთვის შესაძლებელია აქ პარტნიორზე, ასე ვთქვათ, მიჯაჭვულობის თემაც იყოს, რომ რაღაცნაირად შეიძლება შიში ჩანდეს, იგრძნობა რაღაცნაირად შიში, რომ მოვეჭიდო, დავიჭირო, რომ არ დავკარგო, რაც არის, ის შევინარჩუნო, ხომ? იმ ურთიერთობას გულისხმობ, რაც ჩაფიქრებული გაქვთ. ეს ერთი და მეორე, როგორც აღნიშნე, ფინანსების ვერ ვიტყვი, რომ ფული არ არის, მაგრამ ვერც ისე ხელგაშლილად და ვერ ხართ ამ ფინანსებში, როგორც ვთქვათ, ისურვებდით. ეს მეორე ვარიანტი შესაძლებელია, ესეც ფიგურირებდეს. რაც შეეხება ურთიერთობის განვითარებას, საკმაოდ ისეთი საინტერესო თვე გელოდებათ, ბევრი სიახლით, საკმაოდ საინტერესო შეხვედრებით, ემოციების ძალიან დადებითი ურთიერთგაცვლით, თუ უკვე ერთად ცხოვრობთ და ერთად ხართ, შესაძლებელია იყოს აქ სადმე ერთად სამოგზაუროთ წასვლა, ესეც არ არის გამორიცხული და ასევე შესაძლებელია იყოს, როგორც აღნიშნე, დაორსულება, შვილის, ასე ვთქვათ, შეძენა, დაორსულება ან პარტნიორის მხრიდან იმის გაჟღერება, რომ ის მზად არის იმისთვის, რომ და სურს მას, რომ ყავდეს თქვენგან შვილი. რაღაც ახალი ეტაპი იწყება თქვენს ურთიერთობაში თებერვლის თვეში. ბევრი სიახლე შემოვა, ბევრი სასიამოვნო ძალიან თემები გაჟღერდება თქვენი პარტნიორის მხრიდან. რაღაცა სიახლეს მოისმენთ მისგან ისეც, რაც აქამდე შესაძლებელია არ უთქვია და არ გაუჟღერებია თქვენთან. ან შესაძლებელია მოხდეს მის ცხოვრებაში რაღაცა ახალი, ან როგორც აღნიშნე, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს მოგზაურობასთან და თქვენი თვალსაჩინო ცნობიერების გაფართოებასთან და ამ სახით ახალი გამოცდილების მიღებასთან. ესეც არ არის გამორიცხული. ასევე რაც შეეხება შეჯამებას, შეჯამების სახით რაღაცა ახალი შანსის ენერგიები შემოდის უკვე თებერვლის ბოლოსკენ, შესაძლებელია ეს იყოს საჩუქარი, შესაძლებელია ეს იყოს როგორც გითხარით შემოთავაზება, ისეთი სასიამოვნო, რომ უნდა თქვენგან შვილი ან თქვენთან ერთად თანაცხოვრება, რაღაცა ძალიან სასიამოვნო, აი რაღაცას საჩუქრად რო აღიქვამთ, ისეთი გაჟღერდება თქვენს ცხოვრებაში თებერვლის ბოლოსკენ და აქ შესაძლებელია ასევე ესეთ რაღაცას ვხედავ, რომ აი ამ აქტიური თვის შემდგომ და იმ ბევრი სიახლის შემდგომ, რასაც საუბრობს არკანის სულელი, ხომ ძალიან ბევრი სიახლე შეიძლება გაჟღერდეს თქვენს ცხოვრებაში თებერვლის თვეში. რაღაცნაირად მოგინდეთ დასვენება, განტვირთვა, დაფიქრება, თითქოს იმ რაღაცა დიდ ინფორმაციას, დიდ მას მიიღებთ, ბევრი სიახლე შემოვა თქვენს ცხოვრებაში თებერვლის თვეში და შესაბამისად თქვენ უბრალოდ გააცნობიერებთ იმას, რომ გჭირდებათ დრო ამ ყველაფრის გასაანალიზებლად, გასააზრებლად, გონებაში გასატარებლად, დაფიქრება და ცოტა დრო გჭირდებათ და პაუზის აღება გჭირდებათ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაიაზროთ და დაგეგმოთ თქვენი მომავალი. ხომ აქ უკვე არკან მაგის ენერგიები შემოდის, ეს არის კონტროლის აღება საკუთარ ცხოვრებაზე და თუნდაც ურთიერთობაზე. ეს ურთიერთობა, თუ კი ასეთი არის უკვე თქვენ ცხოვრებაში ასეთი ადამიანი, ხომ? თქვენ განვითარებთ. გაძლევთ ბიძგს იმისთვის, რომ წახვიდეთ წინ. ან თვითონ ეს ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ, არის ძალიან ისეთი აქტიური, კომუნიკაბელური, სულ განვითარებისკენ სწრაფველი და რაღაცნაირად თითქოს თქვენს გიბიძგებთ ამისკენ, რომ განვითარდეთ, მუდმივად იყოთ ცვლილებებში, მუდმივად იყოთ განვითარებაში, ტრანსფორმაციაში, სწავლაში, ცნობიერების გაფართოებაში. ეს ერთის მხრივ ძალიან კარგია, როდესაც პარტნიორი განვითარებს ურთიერთობაში, ამას რა სჯობს, მაგრამ მეორის მხრივ ამ ყველაფერს აქვს თავისი გარკვეულწილად ჩრდილოვანი მხარე და ეს ჩრდილოვანი მხარე არის ის, რომ ესეთი დინამიური ადამიანი, რომელიც თვითონ მუდმივად განვითარებისკენ მიისწრაფვის, დამღლელია და რაღაცნაირად
აჩენს იმის განცდას, რომ რამდენად საკმარისი ვარ მისთვის, რამდენად თვითკმარი ვარ, ან რამდენად ვაკმაყოფილებ მის სტანდარტებს. ესეთი ადამიანი სულ სტანდარტების აწევაზე მუშაობს და შესაბამისად იგივე სიტყვის პარტნიორისგან, ხოლო როდესაც პარტნიორი ვერ მიყვება და ვერ ვითარდება და ტემპს აგდებს, ასეთი ადამიანი უკვე მის თვალში რაღაცნაირად კარგავს ფასს, ძალიან უხეშად ვამბობ, მაგრამ ესეა და უკვე ჩნდება სხვა ინტერესები, სხვა ადამიანების მიმართ ინტერესები, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც არ მიისწრაფვის განვითარებისკენ, ასეთ ადამიანში უკვე ინტერესა ვეღარ აღძრავს. ამიტომ ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ თუ გსურთ ამ ურთიერთობაში ყოფნა, მაშინ უნდა მიყვეთ მის ტემპს, მის დინამიურობას, მის აქტიურობას, მიიღოთ ის გამოწვევები, მიიღოთ ის სიახლეები, რასაც ის გთავაზობთ და თავადაც ასეთი იყოთ, ხოლო თუ რაღაცნაირად ეს ადამიანი გლით და გართმევთ ენერგიას, მაშინ რა თქმა უნდა ჩამოყალიბდეთ საკუთარ თავში, რამდენად გსურთ ესეთ ადამიანთან ურთიერთობა. აი ესეთი გახლდათ მესამე ვარიანტი, ჩემო მსმენელებო, ჩემო მეგობრებო, დამიწერეთ თქვენი კომენტარებში თქვენი ხედვები ამ ვარიანტთან დაკავშირებითაც, ვინც აერჩიეთ მესამე ვარიანტი. მე კი დაგემშვიდობებით, დროებით, მომავალ შეხვედრამდე.